ისინი შოუს სტუმრები გახლავთ მთავარი არხის სახეები, ვიმეორებ სტუმრები და არა სტუმარი. მთავარი არხის სახეები, ახალი შაბათის შოუს მსახიობები. ფეხზე უნავდგე. თამუნა ლეკვეიშვილი. ბასო კაკაძე. Dabzandi, ლაცრილები, ლამაზები, დასვენებულები, აბუსტულები ვარ დაჯერ. როგორ ახართ კარგი? ისე დავსვეთ როგორც სხვა შოუში, ხო? პირველ რიგში მაყურებელს მართლა აუხსნათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ინფორმაცია გვაქვს თქვენთვის და თავარ არხზე ბევრი ახალი სიახლეა, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული სიახლე გახლავთ ის, რომ აი ეს გენიალური ადამიანები და ვიმეორებ არა მარტო სტუმრები, არამედ აი ეს ორი საჯიშე ქართველი აუცილებლად იქნებიან თქვენი ახალი საყვარელი გმირები ახალ პროექტში. თუ რა პროექტზე მიდის საუბარი, ოღონდ ამაზე ცოტა მერე, მოდი ესე პატარა ინტრიგას ჩაგიგდებთ, ასე ვთქვათ. მაგრამ მანამდე რახან ჩვენ დღეს საუბრობდით იმაზე, როგორ დავისვენეთ და თქვენს მართლა არ გინახი ხართ. პირდაპირ კითხავთ, როგორ გაატარეთ ზაფხული და ასე შემდეგ. იძმა. ანუ ვასო, მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ ჩემი და. ხო, რახან ესეზი ხარ და ზაფხული გავატარე როგორ? სად იყავი? კახეთში ვიყავი? კახეთში. ცოლოურობა, თელავში. ცოლოურობას არ ეძახე, უფრო დასავლეთისკენ ცოლოურობა, მაგრამ კახეთშიც არის მხარეს რა, იგი. არა. კახეთში ჩავედი, სანადიროთ ვარ და წამოვიდი და აი როგორი კახეთში, აი შენ გენაცვალე, აი მარა, ხაშლამა და ეგეთი კახეთი, აი ჯიგრული და. არა. შევედი და გავიშალეთ მინდორში რაღაც, ნუ აქეთ ვისთანაც ერთად ვიყავი ძღოლი კახურა და მევასება რა, ჯიგრი, ალალი ხალხი, აი რასაც ფიქრობენ გეუბნებიან პირდაპირ და ეგეთები და. გავიშალეთ ახლა მინდორში და ერთმა წავა შევიჯობ ხაგად. სადაური ხარ? კახელი ვარ, მე უნი. ერთი სოფელი არის, თვიანად იმერლები არიან. ყმე მთელი იმერეთი ცხოვრობს იქ რა. რა კაია? კაი, თამუნა. შენ როგორ გაატარე ზაფხული? წონაში დაიკლოდი. ასეთი რაღაცა. არა, დიეტაზე სულ ვიყავი, მაგრამ წონაში არ დამიკლია სამწუხაროდ. არა, დღეს დავიწყდი. დიეტა არ გვიჭირს. დიეტაზე სულ ვიყავი, წონაში არ დამიკლია. როგორ ანუ სულ არ ღვევდი. როგორ გავატარე ზაფხული? არ დადეგები, ზაფხულის არ დადეგები. თემა რო იყო. საპირისპირო სექტემბრო კითხვებია. ეს რა. როგორ გავატარე ზაფხული და დავიღალე ზაფხულში. იმიტომ რომ დედას ფიცა ვარ, აი დედობა არის ყველაზე რთული სამსახური. ნუ მამობასაც ვერ სამი შვილის დედობა. ძალიან დაღლილი მოვედი სამსახურში. ერთი სული ხო გამოვიდა სამსახურში. ეხა ისვენებ ხო? ეხა ვისვენებ. სამსახურში ისვენებს ეს თვითონ აუს. მართლა ვამბობ ხო? მართლა. ბიჭო, მაგდროს ხო ეგრე ზაფხულში სამი შვილის დედა თვითონ კი არ ისვენებს, სამში ასვენებს. კი, აი მხოლოდ მათ ვიმსახურებ. დავასვენებ ბავშვები. მართლა რთულია რა. მართლა რთულია. მაგრამ მარტო საქართველოშიც არ ყოფილვართ ასო ეხა თქვი. ხო, უკრაინაში ვიყავით, ყველა მიცით ისე რომ. რაღაცა უკრაინაში. უკრაინაზე უნდა გითხოთ მაშინ რა. ჩამოდის? მოგეთ უკრაინაში ბევრი რამე ვიცით, მაგრამ ეხა ვერ. უკრაინაში კარგი ვიზიტი ქონდა ვანოს შოუს, ესე იგი ძალიან წარმატებული. სამი პრეზიდენტს ესტუმრნენ და ვიხალისეთ ძალიან რა. კი და მე მგონი იქაც არ გამიკვირდებოდა თუ რომელიმე ქუთაისელი იქაც მოგესალმა. ღაგაზე რა შენ? რა. ნეპრიდან მე არ გამიკვირდებოდა. ხო იყო სცენა ესეთი რომ მიშა რომ ამოდის წყლიდან რომ ამოხტება რომ. ერთი მაგარი ამოვიდა და აქ ახართ აი. იქაც არ არის გასაკვირო ვიღაცას ამოიღო. ლიდან რომ ამოსწია. იგივე ტიპს უკრაინელია. დნეპრელი სადაც ხო და ძალიან მაგარი მომენტი იყო. მე და ბიძინა ვდგავოთ რაღაც კიჩოზე რა, ანუ ბიძინა არა. კაკაბაზე. კაკაბაზე. კარგი დააზუსტე, კარგი. ყველა ბიძოს ვეძახ. დააზუსტე, თორე ისეთ სახელებს ისმით აქ არა. არ მინდა ბიზნესთანაც მაგარი გაიყო, იცი რომ ანუ გავაცია მე ღარიბაშვილის თამაშობ კაკაბაძე, ნიკა თამაშობს ბიძინას და კიჩოზე ვდგავართ ამ იახტისა, დიდი იახტა იყო და ნუ რაღაცა ზემოდან დრონი გვიღებს რაღაცა და გოგოები იქნება რაღაცა ნავით მიდიოდნენ რა პატარა კატერი იყო. მალჩიკი მიძი ვიღაცა მილიონერები ვეგონე იახტაზე ოლიგარქები მემური მეც რა ვიცი მოკლედ რო გითხრათ
დიდი ხანია ასე არ დამისვენე, იმიტომ რომ მართლა დავისვენე, არც მიგულავია, არც რაღაცა ბევრი გართობით ვერ გამოვირჩიე, მოკლედ და დავისვენე რა, ზღვაზე ხო? გამოძინებულ, დამშვიდებული შეუდგები ახლა ახალ სეზონს. კი, შევეცდები. ხო და ახალი სეზონის ახალ გადაცემაზეც ხომ არ გაინტერესებს. დავიწყოთ სახელით. ხალხთან თამაში. ხო და მოდი აუხსნათ მაყურებელს თუ რანაირი თამაშია, როგორი რა ხდება. როგორი თამაში ჟანრი რა არის პირველი? მაყურებლებო ძალიან მაგარი გადახვევა იყო. სტუმრებს თხოვს რა. მოდით აუხსნათ. წამყვანი. წამყვანია ერთადერთი წამყვანი არის ვანიკო და მოდით მაყურებელს აუხსნათ. როგორი ფორმატია? მოდი შენაგვი წამყვანი ყავს ხო? კი, ნამდვილად გამიგია, მაგრამ ხო, მოკლედ თქვენ ჩვენს ვებგვერდზე აგზავნით, იქ ბმული იქნება და ყველაფერს იქვე გაიგებთ. აგზავნით შეკითხვას, ჩვენ ამ შეკითხვას ავიღებთ, რენდომულად შეარჩევს კომპიუტერი, დავსვათ გადაცემაში, თუ გამოიცნეს მოთამაშეებმა ეს ფული რჩება ყულაბაში, რომელიც მერე ჯეკპოტი გახდება გადაცემის ბოლოში, თუ ვერ გამოიცნეს, ეს ფული მოდის თქვენთან. ტელემაყურებელს. მთელი შინაარსი არის ის, რომ ამ კითხვის გამოცნობის პროცესი აუცილებლად, ხო, ყველა პირობას დებთ, რომ აუცილებლად იქნება სასაცილო. მთელი აზრი ამის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაყურებელმა რაღაცა საღადაო შეკითხვები გამოგზავნოს. არის რაც გაინტერესებს ის გამო. მოდი მაშინ. თუ გინდათ 100 შეკითხვა. კაი, მაყურებელს უთხარ ეს არის შემეცნებით გასართობი იქნება, ანუ არა მარტო გასართობი იქნება, რაც ძალიან კარგი, არამედ შემეცნებითიც და უბრალოდ მაყურებელსაც მე მგონი ბევრი საინტერესო ფაქტის აღმოჩენა მოუწევს გადაცემა. მე როგორც მაყურებელი ამ შემთხვევაში და ადამიანი რომელიც კიდე გვერდიდან არის, ჯერთი მაგ თუ არა უფლება მივიღო ამაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ყველას გაქვთ. დამეხმარება თუ არა თქვენთან ნაცნობად შემდგომ. პირველი სტუმარი მადლობა. კაი, ანუ ერთ-ერთი კითხვა მაინტერესებს ის, რომ ანუ ყოველი თუ არ გათამაშდა ჯეკპოტი, თქვა კონკრეტულად იმ გადაცემაში, მაშინ ავტომატურად შემდეგ გადაცემაზე უფრო მეტი ეს გადადის ჩვენ და ადრე თუ გიან სანამ მაყურებელი არ მოიგო. ესენი და სახლიდან გაუსვლად შეგიძლიათ თანხა მოიგო. კი ბატონო, ტელევიზორთან წამოგორებული ვარ კომპიუტერთან. მოდი მე მგონი ესე ვქნათ, რომ ერთი ხელი ხო არ მოუცხოდო ვიდეო. სატესტო თამაში. ერთი ხელი რაღაც დიდი მაშინ პირდაპირ ვერახები. ვაჩვენ მაყურებელს პირდაპირ. აქვე იმასაც ვიტყვით, ჩვენ ხო ყოველ გადაცემაში ერთი სტუმარი გვეყოლება. ეს სტუმარი იქნება ილო ბერაშვილი. მაშასე მეგობრებო, პირველი რაუნდი. იქაც ეს მუსიკა იქ. არა, ეს მე ვადებ ხოლმე. იქ არის უკვე ძალიან. ჩემსაც ვადებ ხოლმე. მაშასე, მოვისმინოთ შეკითხვა. კაი, ვანიკო, მაშინ რახან მე ეხა როგორც შოუს მონაწილე არ ვარ და წამყვანი მე სტუმარი მე გავიხდი რომ როგორც მაშასე, პირველი რაუნდი. შეკითხვის ავტორი გახლავთ თათია სულუაშვილი, თბილისი 35 წლის. ჩემი თათიკო, აბა რა გამომიწა. შენ თათიკოს უნდა რომ ფული მოგიგოს. გახსნათ ფოტო, შეკითხვა ფოტო. მაშასე, მოვისმინოთ შეკითხვა. ის ცდილობდა ღრმად არასდროს ჩასძინებოდა და ამის გასაკონტროლებლად მოიფიქრა უცნაური ხრიკი. თქვენ უნდა გამოიცნოთ თუ რა უცნაური ხერხი მოიფიქრა დიდმა ესპანელმა მხატვარმა. დრო. არა, პირველ რიგში მეგობრებო უნდა აღვნიშნო, რომ აქამდე სულ მეგონა, რომ რაღაცა გენიალურობის გამო ქონა თვალები დაჭყეტილი სულ ამ გას. პრობლემები ქონია. ის მაგიტოა ყველგან ეს. მე მაქვს ეგეთი ვერსია, რომ აი ულუაშების წვერი რო არის, ხო წიმას იყოფთა ცხვირში და მე ის არ არსებობს, რომ არ შეგაწუხოს. ვერსია არის. იმიტომ ქონდა ეგ ფორმა ულუა. შეიძლება დენში ყოფთა ხეს და იმიტომ აქვს ეს ულუაშებიც ესე. ეს ულუაშის შეიძლება შეყოდა უცებ ამ. მანამდე ესე ქონდა ჩამოხდეთ. რაღაცა ხრიკი, რაღაცა ხრიკი იმართა რომ რაღაცა ხერხი მოიფიქრა ის გამო ანუ იძინებდა ოღონდ ღრმად ვერ იძინებდა. ისა. რომ გაღვიძებოდა რასაკეთებდა ამისთვის. ახლა როცა ძინავს ადამიანს თულია თუ გარდა იმისა რომ შეიძლება ულუაშებით გაგაღვიძოს, ადრე თუ გვიან სხვა რა შეიძლება. უცნაური. ჩემია მე მაქვს. დელის მეტროსთან გადმოვიდა საცხოვრებლად რომ კარგია დაიმოწმა. რომ ღრმად არ დაძინებოდა. მე მაქვს ერთი ვერსია ესეთი. ულუაშებზე ისვამდა ტკბილს, რამე შეიძლება თაფს. თაფს და რა საშინელება. თაფს და ბუზები ეხვეოდნენ და არ ესე იგი ერთი წუთი გავიდა ეგრე ადრე კი არ გაგეღვიძება, ეგრე საერთოდ არ უნდა დაეძინო, არ უნდა დაძინო. ეს უნდა დაეძინა მას, უბრალოდ ღრმად არ უნდა ჩაძინებოდა და რაღაცებზე ფიქრობდა ძილის წინ. კი ბატონო, თუმცა მე შემიძლია ახლა უკვე წუთი გასულია და მინიშნება გაჩვენოთ. მინიშნება გთხოვთ მონიტორზე.
აი რას ხედავთ მონიტორში? პარაშუტიდან ხდება ადამიანი. არა ექსტრემალურად აერში ეძინა მე. პარაშუტიდან გადმოხტომა ძალიან ცუდი ამბავია. პარაშუტი ხამაკში ხო არ იყო, მაგრამ არა სადღაც ისე ხო არ ქონა დაშლილი. რა ხო არ ქონა ღია და უბერავდეს. მე გეტყვით რა. ძველი საბჭოთა ისენი დამაგრილებელი ვენტილატორი რო ერქვა შემორჩენილი იმას ყველას აქ ახლა ხმა აკიდებული რა. ესე უბერავს რა ერთი ორი. აი მინიშნებამ რა მომცა იცი რომ ქარი რაღაცა ხრიალია და აი ხო არ ქონდა შეიძინა რაღაც ძველი საბჭოთა რომელიც დაძინების საშუალებას არ აძლევდა და თან უბერავდა თან ვერ იძინებდა თან ღრჭიალებდა გენიალურია ეს გენიალურია ეს მაგარ არა ღრმად რო არ ჩაძინებოდა მოიცა ერთ წუთიან ვერსიაში მაინც დავამატებ ღრმად რო არ ჩაძინებოდა იძინებდა საწოლის კიდეზე რომ გადმოვარდნილი რო ხშირად გადმოვარდნილი კი ბაბუა გაზდება ძალიან კარგია მე სხვათა გადმოვარდება ვახშენი დალი წარმოიდგინე რომ ჩათვლი მაგ გადმოვარდა დაიცა ვახშენი მეგო ესე ხო კიდე ორი მინიშნება ეს არ დამეხმარა შემდეგი ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ ავა აი სა ავა მიმტანი ლანგარი შემდეგ ლამაზი ყავის მადუღარას ტოვებდა ჩართულს რომ ყავის სურნელი სულ ყოფილიყო და ამას აი არ დაძინებოდა ბიჭო გაითვალისწინე ამ კაცის დრო ესე იგი მიმტანი ყავაზე არ იქნება რა ეხა ბევრ ყავას სვამდა ძალიან ცუდი ვერსია საერთოდ არ ჩაიძინა ყავა არის ცხელი რესტორანში იძინებდა ვერ ვიტყვი ხმას ყველგან სადაც ისი მიზანი იყო განა არ დაძინე ხმაურში ძილი აი ამას მნიშვნელობა იმ ხმაურში რა რაღაცა კაის გვეუბნება მისი მიზანი იყო განა არ დაეძინა ეგ გავიგეთ და დაეძინა მაგრამ ღრმა ძილში არ უნდა გადასულიყო ფაზები რაც არის ანუ ძილში გაპარვის შიში ხონდა და აი ახლა საქართველოს მაგის შიშია კაცო რამე რაღაც ტემპერატურასთან ხო არ არის რა ქარის აი ამ მიმტანმა საერთოდ დამაბნია ჩაიდანი ხო არ ედგა ქურაზე რო უსწრეს ხო არა სამწუხაროდ ეგ ვერსია არ არის მაგრამ შეგვიძლია კიდევ ერთი დახმარება არა სუსამია სამია სუსამია მეგობრებო ხო მაგრამ მაგრა გვაქვს აბარა კარგი რა ხმაური ჯანგალი цаრიელი თებში არა მე გეტყვი რა შებოდა ურევდა ან ძალიან მშიერი იძინებდა მაგარი მშიერი ბევრ ყავანასვამ ბევრ ყავანასვამ იმდენს ჭამდა რომ ღამე ხო ისე ვეღარ ისვენ რო ვეღარ სუნთქავდა და პარაშუტის ისე ეხლა ჩვენ უნდა ავიჩიოთ რომ აი პარაშუტის და ტომა რა შუაშია ეგ ვერ დავაკავშირებ კიდე რა სიტყვით შევცვლით ამ ვარდნა კარგია აი ვარდნა აი ამ ნიკამრას თქვა ისე კიდეში წვებოდაო და ეხლა აქედან გამომდინარე ეს კაცი რასადის სადომაზოხისში იყო ნახე არ ჭამდა არ ქვია ხმაურში იძინებდა და კიდეზე ალბათ მე გვიკვირს რაებს ხატავდაო ანუ რაღაცა ხმაურის ფონზე იწვებოდა კიდეში და შეიძლება ყავაც ქონა ნაკი კარგი ვერსია მაგრამ ეგ არ არის ვარდნა ახლოს მაინც ვარ ევს რო ჭამდა ეგეც არის არა შეიძლება ეს აქეთ იქით წეიდანაც გაუარეთ რომ მე არა ახლოსაც არის რაღაცა პარაშუტი არა პარაშუტიც გავამახსოვრე არა პირიქით მარტო პარაშუტი დაწოლის წინ ლოგინში ილაგებდა თეფშებს აჰა და რო გადაბრუნდებოდა ხრიალებდა ვარდებოდა ანუ ახლოს ხარ ახლოს მაგრამ ეგ არ არის მაგრამ ახლოს ჩანგლები ხო არ არის თეფშების მოქივრად უფრო შემაწუხებელია ერჭობოდა რამე კი ეგრე გამოდის ცოტა მოუშორდით მოიცადე ესე მე მგონი დრო ამოიწურა თქვენ წააგეთ მეგობრებო და თათია სულაშვილს გადაეცემა ვირტუალური 200 ლარი რომელსაც ვირტუალურად მოიხმარს მაშინ ასე მეგობრებო მოვისმინოთ სწორი პასუხი. ხურ მაინტერესებს. მეც. ზუსტად არავინ იცის დღეღამეში რამდენი ხანი ეძინა გენიოს ესპანელ შემოქმედს, თუმცა არსებობს ცნობები, რომ ლეონარდო და ვინჩის მსგავსად ისიც მრავალფაზიან ძილს არჩევდა. ამისათვის დალის საწოლთან ახლოს მეტალის ლანგარს დებდა, ხელში კი კოვს იჭერდა, როგორც კი ღრმა ძილის ფაზაში შევიდოდა, მხატვარს კოვზი ხელიდან უარდებოდა და ლანგარზე დაცემის შედეგად გამოწვეული ხმაური აღვიძებდა. დალის თქმით, ნახევრად ძილსა და სიფხიზლეს შორის პერიოდი ახალი იდეებით ავსებდა. ძალიან ახლოს ვიყავ სწორ პასუხს. ესეთ გითხარი, ძალიან ახლოს ხარ, მაგრამ სწორი პასუხი არ არის. თეფშები არ წვიოდა, მაგრამ ნუ იდეა რაღაცა გადავარდა ხმაური? ისეთი არის, მეც
მე მგონია უნდა შემოვიღოთ ჩვენც ეგ ჩვენ ცხოვრებაში. შენ კიდე უძილობა გაკლია. რა კიდე ბიჭო, იდეები მაკლია, უძილობა კი არა და თუ ეგ იდეები მოდის მაგ დროს. აბარა. მას კი მეტყვის იდეები გაკლიაო? არა, უძილობა გაკლიაო. მეგობრებო, მაყურებელს მივმართოთ, რა ესეთი თამაში იქნება, ოღონდ სხვა ფორმაში. ოღონდ საუნდტრეკად დედეჯიჯენ არის. არა, სხვადასხვა რაუნდებია კიდე იქ, ეხლა ყველაფერს ვერ ვაჩვენ. მოკლედ სახალისო იყო ძალიან. პირველად გაძლევთ რომ ძალიან აზარტული იქნება. კი, აზარტული. აზარტული იქნება. სახალისო აუცილებლად იქნება, ამის პირობასაც გაძლევთ. საინტერესოც იქნება თქვენ წარმოიდგინეთ და რაც თავარია. მომგებიანიც იქნება. შეუსახდა მორიგჯერზე აკუბარდია. რაც თავარია ბევრი ფულის მოგება შეგიძლიათ მეგობრებო. კარგი, ხალხთან თამაშზე ცოტა ხნით თავი შევიკავოთ ახლა და ბიჭების შოუში დაუბრუნდეთ. ჩვენი თამაშებს დაუყოთ. არგი მთელი ქართული პოლიტიკა ამ სახელის თამაშს ატარებს. ხალხთან თამაში ამართლებს. არავის გასვლია. სახელი ქვია გადაცემა. ხო და წამოდით ახლა ლიდერბედის ოთახში. პოლიტიკოს ესე წარმოადგენთ, რომ ცნობილი ხალხთან მოთამაშე. შეიძლება. ლიდერბედის ოთახში გეპატიჟებით მეგობრებო, რომ თავარი ბიჭების თამაში ვითამაშოთ. ოთახში შეგვიძლია ფული მოვიგოთ. სულ მინდო და მეთამაშა, იცი, მათ მააღონ. ეხლა ამ შემთხვევაში ყველანი ხართ ხალხთან თამაშის წამყვანები და ამერია მეც შოუ მე და მე გეპატიჟებით. ბიჭი შენ როგორც ერთადერთი დარჩენილი წევრი თავარი ბიჭების გამომბძანდით ლიდერბედის ოთახში. ვანიკო ნიკა, ისე კარგად შეეწყი თქვენ ამარ გადაცემას, რომ ფიქრობ თავარი ბიჭების შოუს, თავარი ბიჭის ხომარ და ბიჭი, წამო ბიჭუნა, წამო. დამოდი. მაშასე მეგობრებო, მოგიწვიეთ და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლიდერბეთის ოთახში და ვითამაშებთ რამდენიმე თამაშს. კარგს თამაშს ვითამაშებთ, გავერთობით. პირველი არის სქესის შეცვლა. აი ესეთი თამაში. უბრალოდ შეცვლილი სქესი. ცნობილი ადამიანების ფოტო არის ფოტოშოპში დამუშავებული და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ თუ ვინ იმალება ფოტოშოპ დამუშავების მიღმა. დასწრება. გასაგებია. დასწრებაზეა, ღილაკები არის. როგორც ხედავთ, ორ გუნდად ვართ გაყოფილები. ჩვენ აქეთა კომანდა, თქვენ მაკეთა კომანდა. აი ზოგადად ყველა რა ფარსიდან არის. აქეთა და მაკეთა. აქეთა და მაკეთა. მაშასე დავიწყოთ პირველი фото მონიტორზე. ოპა. აბა? მე ვიცი დედას ფიცა. მეტი მე დააჭირე თუ იცი. ხო, მაგრამ უცებ გამოვიცნო. მე მეჭიროს მაინც ხელი რა. ვინ არის? აი დაგასწარით. ხო, ხალია კაცად შეცვლილი. ხო, ხალი არის კაცად შეცვლილი. ახლა თუ მე შეიძლება მე ვთქვა? არა, მე დავაჭირე ხელი და თუ არასწორი ვიქნები დამერხა, თუ არა და აი თუ სტები თუ არ სტები არის ჩემი საყვარელი ტელესახეა საერთოდ ხალხთა შორის ვიც კი მიხილავს და მე მგონი მას ქალადაც ვიცნობ კაცადაც ვიცნობ და რა ვიცი რამე აი ნუტრიად რო გადაკეთდეს მაინც ვიცნობ ტიკო ჯოჯოა ტიკო ჯოჯოა ნახოთ ეს არის უმშვენიერესი და ულამაზესი ტიკო ჯოჯოა yes არა აშკარად გოგო ჯოჯოა ნახე როგორია რა გოგოა ჩემი ხო გავაგზავნოთ. ჩვენ მოვიპოვეთ ეს ფულა, ასე რომ თამუნა. ნუ დაუთმო შეტანაგუნდელებს. პირდაპირ დააჭირე. გთხოვთ შემდეგი ფოტო. ჩაინიკა? ანუ ეს თუ ეხლა ის არის რაც მე ვფიქრო, რასაც მე ვფიქრო. რა არის, ვინ არის? ვინ არის დედას ფორ ვერ ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი ვასო იქნება გაგიმაზავ რაზე. ვასო? ვასო. ხო, ღარიბაშვილი ვასო გეგონა რომ ვასო. ვასოა გაგიმაზავ. გაუშვით. ვასო იყოს. არა. სამ ვატაში გაგასწრებთ. ეჭითი ჟურნალისტები რო არიან. ძალიან მოწესრიგებული. ვასო, გოგოჯობია. გოგოჯობია. მაცნოა ეს. შემდეგი. ვასო ვიფიქრე. ვასო დაგემშვიდობებით. ოპა! ეს გამოვიხარ. ვიცი, მე დავაჭირე. მიდი თუ იცი, მიდი. ცოტა. ვაიმე, როგორ მე. ვაიმე, ძალიან სიმპათიური კია ისე. მარინა ბერი. იტანაერია, მარიშკა, მაფიოზი რო აქაც იცი. იგი ყველა ფორმაში ვიცნობ მარინა. ნახოთ, გავხსნათ ფოტო. აბა. აპლიკაციერ ფეისს მაგარი მოუხოდია თავის რაღაც. გაჩაობა მაინც. ეს რო ქუჩაში გადამეყაროს, ეხა ეგ ვერსია და რამე მითხრას მიგ დავატორმუზე. ორიგინალი ვერსიასთან ნებისმიერ ვერსიასთან დაატორმუზებ ბიჭი. კი, ეგეც მართალია. შემდეგი. ვაიმე. აჰა, გამოვიცანი მე. ეს არის. ვინ? შენ ხარ.
ვახოსანაი. ეს არის უმშვენიერი ვახოსანაი. ნახე როგორი და დაამსესია თან. არისტოკრატიული. რა გოგოები. აუ, გეხვეწებთ გოგოს ვარიანტი და რაღაცნაირად იაპონური ანიმის გოგო. აი ესეთი ერი ვახოთ აკაცაბა. 1000 რაღაცას გაფიქრებინებს რა არის? არა, აქაც გოგო ჯობდა აშკარად. 1000 არა, ვანიკო 1. არა, რატო მე ბიჭი წამომწონს აქ. რას ამბობთ? არა, გოგო ჯობია. გადავხსოთ აბა ვინმე ახალი. ერთი კაი ბიჭი სოლია რა. ერთი კაი ბიჭი. აბა ვინ არის გამოიცანი? დედა. აბა ლეკი. მე ვარ მე. ფრანკის სუპერმოდელის ვიძენ რა ბიჭი ხართ ამა? ალენ დელონის უკანონო შვილს გავს რა. საქართველოს ზესტაფონი. არ ბიჭი ჯობია, თორე მეწყინი. აი ეს არის. არა, ბიჭი ჯობია. მაგრამ დამიჯერე ვიღაცები უყურებენ ამას, რომლებიც იტყოდნენ ბიჭი ჯობია. აუ რა. ბიჭი გოგო არ ვიცი მე კაცო. აი შემდეგი. მომეწონა. მე კაი ბიჭი იყო პირველ info. ამასაც მივხვდი. ეს ვახოსანაია. არის. გიორგი თარგამაძე. ახვეწილი გიორგი თარგამაძე. რა ლამაზი ჟურნალისტები ყოჩო. ყველა და ბექგრაუნდით ვიცნობთ ხოლმე თუ არა რაღაცა მომენტში ბექგრაუნდი რო არის არა საინფორმაციო არა როგორ იცი ეკონომიკის მინისტრი ახალგაზრდა ეკონომიკის მინისტრები რო არიან ისეთ შემდეგში ბექგრაუნდები თარგამაძე ყველა ვარიანტში კი ეს არის გიორგი თარგამაძე ჩემი თანაგუნდელი ხელებით იწვება პასუხში დარწმუნებული ვარ და ბექგრაუნდი აღარ მინდოდა მართალია აუ დაამატეთ რა ფოტოები ძალიან სახალისო თამაშია რა არის აბა თუ დააჭირე ვინ არა მე ბიჭები თუ გამოიცნობენ ესეთი ლამაზი გოგო ვინ შეიძლება იყოს ბიჭია თუ არა თეიმურაზ თაკო პატარიძე წამოდი თემური შენი ნახტებია პარიკი მომეცი მომაქციეთ ყურადღება მალიკოს რაღაცას წადი ვანიკოს რაღაცა შენა თემური ვანიკოს და სპანერზე ვანიკოს ქეს შეცვლილი თემურიკა გაიტანა რატომ გაიჭესა ვანიკო თაკოს ქეს შეცვლილი ბრავო მოკლედ აი გოგო იქავი თემური ბრავო შემდეგი შეფაირო რჩება მართლა ოპა მე ვიცი ვინც არის ოლვიერი შხიანი ქალი ზალიკო ყოფა რა ზალიკო უდუმაშვილი არა ზალი ამ ზალიკო უფრო ხდება აბა რა რაღაცა უყურებს რომ გოგო კარგები ვარ ვიდრე ბიჭები რა ხო ამაში ასა მეც მაგაფრინდა იმას მაგიტოა ხოლმე მე მაგიტო რატომ მე მაგარი ბიჭი ვიყავ კარგები ვარ ვიდრე ბიჭები მე მაგიტოა ჩუმჩუმად კაბას რო ვიცვავ ღამე მოგეკაბას და დავდივარ ხოლმე კალათში და დავშრიალე აი მარიტე ქალაქში და განსაკუთრებით ერთ ადგილას გახარ არა ერთ ადგილას კიდევ არა ზალიკო ბიჭი ჯობია ზალიკო ბიჭი ჯობია ბარაზი კარგი იყოს ყავს კიდევ ვინმე ქეს შეცვლილი სელები აბა გამოუშვით კიდო დერმოვაში მე დავარტყი ბავშვია რა მე დავარტყი ამას თავის და პარავებულია და ეს არ ამას თავის მარა ვერ დავასწა ამას არ კაცთან გოგო არა მაგრამ ამასაკიდან ვიცნობ მე ან ამასაკიდან მაგიტო გამოიცანი გოგო დარმახსოვს მაგრამ ამასაკიდან ასე რომ მისი ბავშვური თვალები ჩემთვის გასწრაფდა რომ დავზუსტდეთ და დავარწმუნდეთ საბოლოო აჰა ბრავო ნიკო ბრავო ვანო რა საყვარელი არა კაცო მე გადასარევი ბიჭი ვიყავი არა აქ ეხა არა კარგი ორივეს ხესში მე უფრო კარგი გოგო ბრავო დაინტერესებული ამოიწურა ეს თამაში არც თუ ისე დიდი განსხვავება შეკულებში ხო მაგრამ მაინც მოვიდა კი მოგებული გაქვთ ეს რაუნდი მაშასე მეორე თამაში მაშასე მიწებთ შემდეგ თამაშს რომელსაც ქვია გამოიცან სიმღერა ოღონდ გაჟღერდება სიმღერა ჩვეულებრივად არ არის გამოიცან სიმღერა იგი ძალიან რთულია იმიტომ რომ ეფექტ დადებული იქნება ეს სიმღერა დაბოხებული ასე ვთქვათ და ჩვენ უნდა მივხვდეთ რა სიმღერაა და საერთოდ ვინ არის თქვენ გენაცვალე ისეთ მივხვდით ახლა და ეშმაკის ეგენიც იქნება ისეთი გოგო ვიყავ მაშასე ისეთი შასმასე დავიწყოთ
მოვისმინე. რა ვიასპი. ვით, ვერსი. ვიცი რა. არ დახვიდე, არ დავტოვო. ორიგინალი ვერსია მოგვასმენინეთ. ზახავიდე არა და ზახავიდე ამდო შენი სულთქო ჩემთვის ყველაფერია როგორ ხარ ჩემი სიმღერები კარგია მოკლედ როგორ ხარ სერიოზული კონკურენტი ყავს თამარი გავითვალისწინოთ ბიჭებო რაღაცა ესეც შემდეგი შემდეგი ლექსი ლექსენი სუს ორიგინალი ვერსია არა ეს არის ვითო შემდეგი მინდოს და ზმაროა ეგ არ არის ლექსი შემდეგი აი შემოგონა შემდეგი ამის მე ასე დისკენ ვაპირებდი უკვე მაგრამ მე დავაჭირე მაგრამ ვიცი რა მარინა და ზოია მარინა და ზოია რომელი აი სა ჩვენა ვართ მამალი აჰა გავაჭეროთ გავაჭეროთ ავტორმა თავად ეს თავისი გაკეთებულია შენელებულის მოსმენილი აქ დააშკარებდა გაწენილი და გამოწენილი არ ჭირდება ყველა ვერსია ხო აქ ნაფიქრი აი ეს შენელებულიც აქ ნაფიქრი არ მოეწონა და ის ჩაწერა და ეგრევე გა ან დუშანსო ვიყავით აქ ჩვენა ვარ მამალი ქალები რო ვიმღეროთ იმ ქალებმა რო იმღერონ ჩვენ რო ქალები ვიყავით ანუ გოგოები რო ვიყავით მოგცემ ფუტკებას მე როგორც ავტორი ჩვენ ვართ მამალი რუსულს როგორ და არა ჩვენი სიყვარული ყველა სიმღერა დარბაზში ჩადიოდა და ესე თამაში ეს მაგის როა პირველად რო შემოვიდა ცნება ისხვა თბილისო თბილისო და დაგვასწრეს ის ნავარდების განეო ლაღიძე თბილისო მე აღარ სად არის გავაჟღეროთ სად არის
გამარჯვების მხარეო ყველაზე მაგარი ბომბა გმადლობთ კმარაკ მაშ ასე ამოიწურა ჩვენი თამაშები მაგრამ ძალიან სახალისო აბა რა და თქვენ ისე კარგად ითამაშეთ ძალიან გაგვამხიარულეთ თამურ ჩვენი სტატისტიკერი სხვათა შორის მეგობრებო სიმღერაზე საავტორო უფლებები გასცა და მე და ვასიკო შეგვიძლია ამალის წევრებს დაგეხმარათ კი ბატონო მეგობრებო აქედან ხელსარიელს ჩვენ არავის არ უშვებთ და თქვენ რატომ უნდა გაგიშვათ ლიდერ ბეთისგან უკონტაქტო ლიდერ კარდი გადაინაცვლეთ გადაინაცვლეთ შენ სამხანაგებში და მე ხო მე ხო პირადად კი და მე როგორც ხალხთან თამაშის მონაწილე მოდი მაინც სპონსორთან მართლები რო ვიყოთ ეს თქვენ შემდეგში და გადაწყვეტილებით როგორც გინდათ ესე გაანაწილეთ დიდი მადლობა მეგობრებო მადლობა თქვენ მადლობა მეგობრებო წარმატებები ხალხთან თამაშს ყველას ჩვენი კიდევ გიხილავთ თავისუფლად აბარა მადლობა თქვენ მეგობრებო